ბერძნული მითები საინტერესო ამბებს გვიყვებიან პრომეთესა და კავკასიონის შესახებ. ჰერაკლეს ერთ-ერთი გმირობა პრომეთეს გამოხსნა უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით ის კოლხეთისკენ მიმოვალ არგოზეც მოხვდა. თუმცა მას შემდეგ, რაც არგოს წევრებმა ჰერაკლეს მოტივაცია შეიტყვეს, ის გემიდან ჩამოსვეს. მიდის ეგვიპტეში და ნახულობს იოს. იო ეუბნება, წახვალ კოლხეთში, ახვალ უთაიაში, იქიდან დაინახავ დიდ თასს, კლდეს, აუყვები რიოს აღმა, დავთვალეთ და დაახლოებით გამოდის ქუთაისიდან აქამდე მანძილი. ეგვიპტის ფარაონის ტიტულატურა იწყება რაონი, რასზე და პირდაპირ იმაშია რიონთან რა. რიონი, რაონი. მოკლედ იქ ნახავ გამოქვაბულსო, შეხვალო შიგნითო, ჯერ იქ მდინარე გადმოხუქხსო. მდინარეს გადააგდებ სხვა მიმართულებითო, აქ არის ეგეთი მღვიმე ვერძისთავა. წყალი ხან გამოდის ამ მღვიმეში ხან იცვლის მიმართულებას და სხვაგან იღვრება. აქეთ ცხენის ხმისკენ. და ამას იპოვიო და იმ ტბას გადაცურავო, გადახვალო იქო დაგვდება კედელი ნაშენი. მოკლედ სიმაგრე დაგვდება, ურჩხული შექმნება მოკლავ და მასიზა გადახვალ იმ კედელს მიღმა და იქ არის პრომეთე და ძალიან ახლო მსგავსებას პოულობს ეს ყველაფერი ხვალთან და ხვალმზე არსებულ ვერძისთავასთან.